საკუთარი თავის გამოხატვის შიში. ყველაზე დიდი შიში ჩემ შემთხვევაში იყო ზუსტად ეს საკუთარი თავის გამოხატვა, საკუთარი სურვილების, ფიქრების გამოხატვა და ასოცირდებოდა იმასთან, რომ თუ გამოვხატავდი, თუ ვიტყოდი, თუ დავაფიქსირებდი ჩემ აზრს, შეიძლება და დამეკარგა ის კონკრეტული ადამიანი, მეგობარი, პირადი ურთიერთობა, სამსახური არ აქვს მნიშვნელობა. ვთვლიდი, რომ ჩემი აზრი შეიძლება არ ყოფილიყო ისეთ საინტერესო, ამ პირიქით ძალიან too much ყოფილიყო და ვერ დაეტია კონკრეტულ ადგილს, ადამიანს და ასე შემდეგ. მაგალითად, როგორც ახლა შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ვთვლი, რომ ქართველი კაცები ძალიან შიშარები და ლაჩხები გახდნენ, პირობითად, იმიტომ რომ არ ვიცი, აი მე არ მახსენდება, თუ გახსენდებათ მითხარით, აქციაზე ქალს რო აბულინგებ, ვინც არ გამოდის და ეუნები რომ რა საშინელებას შვება, კაცი. ანუ წარმოედგინეთ, რომ ადრე ომში რო ეუნებოდნენ ქალს, რომ ახ შენ შიშარა და შენი ქვეყნისთვის იომე და დადექი. ქართველი ქალი ყოველთვის იყო ძალიან ძლიერი ქალი და ძალიან არასწორია ჩემთვის ესეც. ქართველი ქალი ალბათ ყველაზე ძალიან უსურვებდი, რომ კონდეს საშუალება და უფლება, რომ იყოს სუსტი. ქალის ადგილი ომში არ არის. არც ურთიერთობაში, არც ნერვული სისტემის გამუდმებულ ომში და გაურკვევლობაში, არც დარბევაში და უბედურებაში. ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ აქ ძალიან ბევრი დატრიგერდება და რაღაცა მთელი ამბავი შეიძლება წამოვიდეს, მაგრამ გამიხარდება თუ დააფიქსირებთ თქვენ ჯანს აზრს ამასთან დაკავშირებით. ახლა პირობას ვდებ, რომ ძალიან პირდაპირ ვისაუბრებ ხოლმე იმაზე, რა რეალობას დღეს გვაქვს, ძალიან თემას რო არ გადავხვიოთ. ეს დავიწყე ჩემ თავზე მუშაობა, როდესაც დავიწყე ამ წმუნებულებების, შაბლონების, პატერნების გაცნობიერება, დამუშავება, მედიტაციური სხვადასხვა პრაქტიკები, ჩემი მეთოდი საბოლოო ჯამში შევქმენი, როდესაც ტრამვას ამუშავებ სიღრმისეულად და ეს ტრამვა ისე ქრება, რომ რეალურად არც ყოფილა. როდესაც მივხვდი, რომ სიყვარულზე დიდი ენერგია საკუთარი თავის გამოხატვა, ჩაკრალურ სისტემაშიც სიყვარული მეოთხე არის, საკუთარი თავის გამოხატვა და ეს ავთენტურობა უკვე მეხუთე არის. ამაზე მაღალი ვიბრაცია, წარმოიდგინეთ, სიყვარულზე მაღალი ვიბრაცია. და ზუსტად აქ ხდება იმ შენი შესაძლებლობების, იმ შენი ბედნიერების, იმ შენი სიმშვიდის ყველაფერის განცდა და შენი სრული პოტენციალის გამოყენება. ადამიანი მაშინ არის შფოთვაში და მაშინ არის უბედური, როცა მიზანი არ აქვს და მიზანი არ გექნება, სანამ არ გაიცნობს საკუთარ თავს. ცხოვრებაში მიაღწევ ყველაფერს. თავარია იცოდე რა გინდა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ხოლმე ის, რომ არ ვიცით რა გვინდა. შეიძლება იყოს ეს ეგოს სურვილები, ან კულტურული აღზრდის, მშობლის დაკვეთა, ან ბლა ბლა ბლა. მოკლედ, შევქმენი ორთვიანი კურსი, რომელიც იქნება ძალიან ინტენსიური, ძალიან ძლიერი, ორიენტირებული იქნება საერთოდ სრულად გათავისუფლებაზე, წარსულისგან, ტრამვებისგან, უაზრო ურთიერთობებისგან. მოკლედ, თუ დაიღალე ყველაფერი ცადე და მართლა დაიღალე და გინდა რომ გაიგო რა არის რეალურად ეს სიმშვიდე, ეს სულიერება, ეს მატერიალური დასულიერების ნაზავი, რაც ჩემთვის ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და ამაზეც შემდეგ ბევრს ვისაუბრებ, პოდკასტზე სიახლეებს დაელოდეთ, დაუცებად გამოიწერეთ ეს გვერდი, რომელსაც გავაზიარებ. შევქმენი ეს კურსი შენთვის და თუ მზად ხარ, თუ მართლა და ყველნაირი რაღაცა მატრაკოცობის და თამაშის გარეშე მზად ხარ, რომ შეცვალა შენი ცხოვრება და დაბრუნდე შენი თავისკენ, შენი სიმართლისკენ, შენი სიყვარულისკენ და შენი ავთენტურობისკენ, ამაში დაგეხმარები. კურსის საფასური იქნება 650 ლარი 15 დეკემბრამდე, დეკემბრის შემდეგ გახდება 850 ლარი. გამოიყენე ეს შანსი, არ გამოტოვო, თუ აი ეს გაბედვა გიჭირს ხოლმე და ნაბიჯს ვერ დგამ, უბრალოდ აირჩიე საკუთარი თავი და ნახავ, შენ თვითონ ნახავ, როგორ შეიცვლება სრულიად შენი ცხოვრება. ადგილები შეზღუდული არ არის, ანუ შეგიძლია იცოდე, რომ შენთვის ადგილი იქნება, როცა არ უნდა მოერიო იმ შენ თავს უკან რომ გეკაჩება და მომწერო და გადადგა საკუთარი თავისკენ ნაბიჯი და იცოდე, რომ საერთოდ ყველაფერი შენ ხელში ამთავარი აიღო პასუხისგებლობა.